მოკლედ დაბრუნდით რეკლამის შემდეგ. რეკლამა თქვათ მოკლე არ იყო. პირდაპირ ეთერში ვარ TV პირველზე და გვისმენ ჩვენი პარტნიორი რადიოების ჰერეთის და თბილისის საშუალებით. საქმიან დილას კი ამ ნაწილში გაგაცნობთ თანამუშაობის გლობალურ ქსელს, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს თუ ორგანიზაციას საინტერესო პროგრამებთან ერთად სთავაზობს საერთო სამუშაო სივრცეს იდეების განსახორციელებლად. მე აღარ გავაგრძელებ, ანა ლაპიაშვილთან გადავდივარ, ასე ვთქვათ, ამ თემით და ის წარადგენს სტუმარსაც და ის წარადგენს თავად თემის მეტ დეტალიზებას. ანა გისმენთ. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ გიორგი, ამ შემთხვევაში საუბარი Impact Hub თბილისზე, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბით 87-ზე მეტ ქალაქში, სწორედ ასეთი რაოდენობით ფუნქციონირებს და 15,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ალბათ მივხვდით, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს დახასიათება, თუმცა კიდევ უფრო მეც ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ. ქეთი ებანოიძე Impact Hub თბილისის თანადამფუძნებელი არის საქმიანი დილის სტუმარი. დილამშვიდობის. მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. პირიქით, მადლობთ, რომ მოგიწევთ. რა არის Impact Hub თბილისი? ჩვენ მოკლე შესაძლებელი გავაკეთეთ, მაგრამ თავის მხრივ რას ნიშნავს ეს თანამუშაობის პრინციპი? როგორც გიორგი აღნიშნა, ეს არის გლობალური ქსელი თანამუშაობის და თქვენ სწორად თქვით, რომ ეს არის 85-ზე მეტ ქალაქში ფუნქციონირებს და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროგრამას და ასევე თანამუშაობის სივრცეს. ანუ ეს არის ღია სივრცე, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია მოვიდეს, შემოგვიერთდეს და იმუშაოს ღია სივრცეში. თუმცა ძირითადი პრინციპი, რაც აქვს Impact Hub-ს და რაზეც დგას ზოგადად ეს Impact Hub-ის ყველაზე, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე, ეს არის სამი ძირითადი კომპონენტი. პირველი ეს არის ის წევრები, რომლებიც ერთიანდებიან ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით Impact Hub-ებში. ეს არის მეორე შინაარსობრივი ნაწილი, რაც გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს დაუშვათ და ეს არის მესამე ნაწილი, უშუალოდ ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ ადამიანს, იმისათვის რომ იმუშაოს მყუდრო სასიამოვნო გარემოში. ვის შეუძლია ანუ მოვიდეს კონკრეტულად რა საკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს, პროფესიული ნაწილი თქვენ კი ახსენეთ, რომ ყველა, მაგრამ ანუ რა სივრცეს თავაზობთ, საით შეგვიძლია მოვიდეთ და თქვა დროის რა მონაკვეთში არის შესაძლებელი ეს თანამუშაობის პრინციპში ჩართვა Impact Hub თბილისში. ეს არ არის არანაირი შეზღუდვა დაწესებული, რომ რაიმე ასაკს უნდა აკმაყოფილებდეს ან რაიმე პროფესიას, როგორც გითხარით, ყველას შეუძლია მოვიდეს Impact Hub-ში და გახდეს ჩვენი წევრი. ჩვენი მხრივ შევეცდებით, რომ დავამყაროთ ჩვენს წევრებს შორის კომუნიკაცია, რომ მათ შეძლონ ერთმანეთის საქმიანობაში შეიტანონ გარკვეული წვლილი. დაუშვათ ერთს თუ აქვს რაღაც გარკვეული იდეა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით და მეორე ადამიანს ჩვენ ვიცით, რომ აქვს ასევე რაღაცა საინტერესო იდეა, შესაძლოა მოხდეს ამ იდეების შერწყმა ჩვენ სივრცეში. თქვენთანაც ხდება ამ შემთხვევაში კომუნიკაცია, თუ მაგათ როგორც არის co-work სივრცეები, როცა მიდიხარ და შენ თუ შეგიძლია იჯდე და იმუშაო, ანუ ეს რა განასხვავებს ამ ნაწილს, როგორც ვიხდი აქტიურად ჩართვა შეიძლება და თქვენთანაც არის ამ შემთხვევაში საუბარი. ჩვენ ვართ ჰოსტი, ასე ვთქვათ, მასპინძელი ამ სივრცეს და ჩვენ ვიცით რომელი ჩვენი წევრი რა საქმიანობით არის დაკავებული და ვცდილობთ, რომ ერთმანეთთან ძაფები გავაბათ ჩვენს წევრებს შორის, რომ მათ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და საინტერესო პროექტის განსახორციელებლად შეაერთონ ამ ასე ვთქვათ თავიანთი ძალები. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ჩვენ ვაკეთებთ გეგმავთ ძალიან ბევრი პროგრამის განხორციელებას და აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი იმ პირველ პროგრამას, რომელსაც ვიწყებთ ჩვენ 2017 წლის თებერვლის თვეში უკვე ეს არის Social Impact Award, ესეთი კონკურსი პროგრამა არის სტუდენტებისთვის, რომელიც გულისხმობს და მიზნად ისახავს სტუდენტების გააქტიურებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ეს არის ასე ვთქვათ მოგზაურობა, შეიძლება ასე ითქვას, ერთწლიანი პროექტია, პროგრამაა ფაქტობრივად, მოგზაურობა იდეიდან უკვე არსებულ ბიზნესამდე. ანუ ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, რომ ისინი მოვიდნენ თავიანთი საინტერესო იდეებით და უკვე როდესაც დასრულდება პროგრამა, მათ ხელში ეჭირებათ გამზადებული პროდუქტი, თუ როგორ შეიძლება რომ მათ თავიანთი იდეა რეალურად განახორციელონ. ეს პარტნიორებთან ერთად ხდება თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ თბილისში ხდება ამ იდეების შერჩევას და გაკეთებას და ანუ თქვა არიან თუ არა იმ 95-ზე მეტი ქვეყნიდან ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან თავის მხრივ ამ იდეების განხორციელებაში. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეს პროგრამა არ არის ლოკალური, ეს არის გლობალური პროგრამა, ლიცენზირებული საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც თავდაპირველად 2009 წელს ვენაში დაიბადა, ასე ვთქვათ, და მას შემდეგ ყოველწლიურად ხორციელდება. 2017 წელს უკვე 23-მდე ევროპული ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ასე რომ ჩვენ
ვართ ნაწილი ამის გლობალური პროგრამისა და სწორედ რომ სამ ბოლო ფინალისტს და გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა რომ შეუერთდეს უკვე ბელგრადში დანარჩენი ქვეყნების გამარჯვებულს და მათთან ერთად კიდევ ერთხელ გაიაროს ესეთი ინტენსიური ინკუბაცია სამდღიანი ძალიან დატვირთული გრაფიკით და ექნებათ მათ შესაძლებლობა შეხვდნენ პოტენციურ დაუშვათ ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა რომ შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს გულისხმობ დანარჩენ ქვეყნებში გამარჯვებულ კონკურსანტებს და მე მგონია რომ ძალიან კარგი საშუალებაა რომ მათ გახსნან ასე ვთქვათ თავიანთი შესაძლებლობები დღეს დაახლოებით რამდენი ადამიანი სტუმრობს Impact Hub? ჩვენ დღეს უკვე გვყავს 15-მდე ინდივიდუალური წევრი და 2 ორგანიზაცია ძალიან მრავალფეროვანი არის ჩვენი წევრების ასე ვთქვათ პროფესიული საქმიანობა დაწყებული ჟურნალისტებიდან დამთავრებული გრაფიკული დიზაინერით თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვინდა რომ გახდეს მრავალფეროვანი სწორედ ამიტომ გვაქვს ძალიან მოქნილი საწევროს ტიპები იწყება დაუშვათ 20 ლარიდან ჩვენი ტარიფებით და გრძელდება 300 და დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში აი ამ 15 ადამიანიდან მე რო ვიყო მე-16 და აი საერთო ინტერესი აღმოაჩინა 4 ადამიანთან რომლებთან ერთადაც გადავწყვეტ რაიმე პროექტს გაკეთებას დღეს ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია არა ვთქვათ რაღაცა ერთმანეთის სახლში ან კაფეში შევიკრიბოთ ამ იდეის დასამუშავებლად არამედ მიმართოთ Impact Hub თბილისს რომელიც რა მისამართია რომელიც არის ნინოშვილის ნომერი 8 ეს არის ფაბრიკის ტერიტორიაზე გარემოც არაჩვეულებრივია თვითონ ჩვენთან შიგნითაც თვითონ ფაბრიკაში ძალიან ისეთი ახალგაზრდა და იდეით სავსე ადამიანები იყვნენ ყოველთვის თავს ესე რომ გველოდებით ნებისმიერ პროფესიის ადამიანს როგორც ვთქვით და შესაძლებელი არის თუ რა ვთქვათ წინასწარ რაიმე ვთქვათ ან ვებგვერდის საშუალებით ან რაღაც ინფორმაციით მივიღო ინფორმაცია იმაზე ვინ არიან რა პროფესიის ადამიანები არიან უკვე დღეს წევრები ამ გაერთიანებაში და ვინ სტუმრობენ მას იმისათვის რომ ვთქვათ ვიცოდე ჩემთვის საინტერესო ვთქვათ ადამიანები შეიკრიბებიან თუ არა ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვმუშაობთ ვებგვერდის დახვეწაზე ასე ვთქვათ და ძალიან მალე უკვე ვებგვერდის გზად იქნება თუმცა ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი Impact Hub თბილისი სადაც გარკვეული ინტენსივობით იდება ჩვენი წევრების შესახებ ინფორმაცია ფოტოთი და მათი ასე ვთქვათ პროფესიული საქმიანობის შესახებ მე ძალიან საინტერესოა თვითონ სამსახურების მხრიდან თუ ყოფილა შემოთავაზება ან თქვენ თუ ქონიათ იდეა რომ კონკრეტულ სამსახურებს ანუ კოლექტივებს ესე ვთქვათ თანამშრომლების გუნდს ჰქონდეთ ვთქვათ შესაძლებლობა გაერთიანების ან სურვილი ან რაღაცა მსგავსი ჩვენ ასეთი კი 2 ორგანიზაცია მაგალითად მუშაობს უკვე ჩვენთან ესეთი 4 და 5 კაციანი ჯგუფები დაუშვათ როგორც ოფისს ხირაობს დაუშვათ სხვა ნებისმიერი პროფესიის და სხვა საქმიანობა ასე ვთქვათ და სხვა ბიზნესი თუ სხვა პროფესიის ადამიანები ამათაც აქვთ როგორც ოფისი ნახირავები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანს ვინც დაუშვათ შემოდის გარკვეული საწევროს შემთხვევაში მათ აქვს თავიანთი ბარათები და როგორც საკუთარ პირად ოფისს იყენებ ნებისმიერ მომენტში ღამით შაბათს კვირას არ აქვს მნიშვნელობა განსაკუთრებით საინტერესო და იყო რომ არის ჩვეულებრივი შესაძლებლობა არის მათთვის ასევე სამუშაოდ და ახალი იდეების და ახალი ადამიანების გასაცნობა და კონტაქტების მისაღებად საინტერესო წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა რაც შეეხება კონკურსის დასაწყის და შედეგებს აუცილებლად იქნება საქმიანდილა ამ საკითხით დაინტერესებული და მათ შორის იმ ადამიანებით ვინც მასში მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს გისურვებთ. ქეთი ებანოიძე Impact Hub თბილისის თანადამფუძნებელი იყო საქმიანდილის სტუმარი და ახლა დროის რომ გიორგიმ გაგვაცნო